მოდით ერთად შევამოწმოთ DJ Mini 3 რეალურ პირობებში. ერთი ელემენტი, ერთი ფრენა და ვნახოთ რამდენს გაძლებს სინამდვილეში. დრონის ჩელენჯი უნდა გადამეყო და დრონი დავჭა ხალხო. ჩანთა არ მაქვს მოკიდული. შანსი არა. დღეს მაინც უნდა გადავიღო მაცადე. მოდე დავიწყოთ. სანამ ზეჩავი და მოვასწროთ. არ გვერიდება საზოგადოების. არ გვცხვენია და აი აეროპორტის შეზღუდვა დამიწესა თანახმავა რო გავფრინდ შეგვიძლია დავძრათ. ჩემი აქ გამოსვლის მთავარი პრინციპი არის რომ 98% ამ წუთას მაინტერესებს რამდენად შეძლებს ბულვარის ბოლომდე ანბანის კოშკთან ჩასვლას რა ენერგია დაჭირდება და რამდენ ხანს იფრენს ზოგადად. ნახეთ, ოდნავ ისეთი ქარიქრის, რომ მსუბუქი რა, ძალიან არა. დროულად წავიდით. 97-ზე ჩამოვიდა უკვე აქ ფრენის დროს. კარგი, წავედით. რაც ყველაზე მეტად მომწონს, მისი სიმსუბუქია. ჩანთაში საერთოდ არ იგრძნობა, მაგრამ ჰაერში თავის საქმეს აკეთებს, იმიტომ რომ საკმაოდ მანევრირებადია და ასე რომ ვთქვათ, მომყოლიც კი, იმიტომ რომ რასაც მინდა, როგორც მინდა, ისე ვაკეთებინებ. მოკლედ რო გითხრათ, კარგად შევისწავლე დრონის მართვა. ცოტა დასვენება მეც არ მაწყენდა. ერთი წუთი გავჩერდი და წავედით. დამწყებთათვის კი იდეალურია, რადგან არ გღლის, აფრენ და მუშაობ რა, ეგ არის რაც გინდა, როგორც გინდა, გადაიღებ. რაც მთავარია, ქარში უნდა იყო ფრთხილად. პატარა დრონია და ამას ვერსად ვერ გაიქცევი. კამერის ხარისხი რეალურად კარგია სოციალურ ქსელებისთვის და YouTube-ისთვის. თუ რა თქმა უნდა 4K-ს მიუთითებ და შესაბამისად გექნება მაღალი რეზოლუცია. მოგზაურობის დროს კი ნებისმიერ ქვეყანაში დაშვებულია ამის ტარება და არ გაქვს არანაირი შეზღუდვა. ერთი ელემენტი თუ სწორად გამოიყენე, სავსებით საკმარისია ნორმალური ფრენისთვის. მეგობრებო, სრული ელემენტით ჩამოვედი. აი კრიტიკული ზონას მიჩვენებს 2 წუთში უნდა ჩამოვსვა ელემენტი და ნელ-ნელა თავისით მოდის ხედავთ 32 აქ სიხშირე კრიტიკული ზონა 11%. კარგი, ეხა წავედი დავსვა. ბევრს აინტერესებს რეალურად რამდენ ხანს იფრენს ეს კონკრეტული დრონი და რამდენად შეიძლება ენდომ წარმოებლის ციფრებს. დღეს ამას პრაქტიკულად გაჩვენებთ. პროცენტულობა არის 8% და ჩავწერეთ 23, არა 22 და ხო რა 25 წუთამდე კიდე შეიძებს თქვენ წარმოიდგინეთ. თუ რა თქმა უნდა სინემატოგრაფიული კადრები გაინტერესებს, ეს ის არ არის მეგობარო, მაგრამ ყოველდღიური გადაღებისთვის ზედ გამოჭრილია. მე ამას ვენდობი მაშინ, როცა მსუბუქად და სწრაფად მინდა გადაღება. ეს ჩემი ჩელენჯი იყო. ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურეთ. ასეთი ჩელენჯები კიდევ ძალიან ბევრი გვექნება. უბრალოდ თქვენსგან პატარა მხარდაჭერა მჭირდება, ჩემი мотиваცია მჭირდება, რომ სიტყვა გადავაბა და რაღაც საინფორმაციო ძალიან კარგი დეტალები მოგაწოდოთ. ძალიან დიდი ინტერესი მაქვს რამდენად გამართლებს YouTube არხი, რომელიც საქართველოში ქართულად ტექნიკური მიმართულებით წავა. ამა თუ იმ ნივთის ყიდვას ძალიან ხშირად ვეცდებოდი, რომ YouTube იქნებოდა თუ TikTok-ი მეპოვნა ინფორმაცია. ნამდვილად მჭირდებოდა ის თუ არა. რა ქონდა მინუსი, რა ქონდა პლუსი, როგორი შესაძლებლობები ქონდა და შესაძლებლობებში ხშირად ვუსმევდი ხაზ რაში. ნახეთ, ჩემი ეხა რასაც ვიღებდი DJ Mini 3 ხო არის და შესაბამისად 3 Pro-ს, 4 Pro-ს და 4-ს შორის მაინტერესებდა განსხვავება. ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს ამა თუ იმ კითხვაზე პასუხი გაგცეთ და შესაბამისად როგორც მე პრობლემა მქონდა, ის პრობლემები მოგიხსნათ. ამჯერად ქართულ ენაზე, მეგობრებო, ქართულ ენაზე იცით რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს? ბერმა არ იცის რუსული, ინგლისური, თურქული, ესპანური, ძალიან ბევრი განხილვებია ინგლისურად და რუსულ ენაზე. საქართველოში პირველი ვიყო, რომელიც შემოიტანს ისეთ მიმართულებას, როგორიც არის
ტექნიკის განვითარება, ფოტო, ვიდეო, ექშენ კამერები და ყველაფერი, რაც თუ სასურველია დღესდღეობით ახალგაზრდებისათვის, ასევე პროფესიონალებისათვის. რა თქმა უნდა, დამწყებს გულისხმობ ახალგაზრდებში. ამიტომ მეგობრებო, გამოიწერეთ ჩემი არხი და შესაბამისად ვიზრუნოთ იმაზე, რომ განვითარდეს YouTube არხი ამ მიმართულებით. ხო, მადლობა გითხარით, ხო? აი ხლა წავედით.